Am წუთებში პარლამენტში განცხადებას აკეთებს პარლამენტის თავმჯდომარე პირდაპირ ეთერში გთავაზობთ შალვა პაპუაშვილის განცხადებებს. პრეტენზია $1.5 მილიარდ, რომელიც ქართულ ხალხს წაუყენა და ეს არის მოცემულობა თაღლითების პარტია შესაბამისად მისმა წევრებმა და მხარდამჭერებას ეს უნდა იფიქრონ, რომ დღეს არიან თაღლითობის მონაწილენი. რაც შეეხება ხელშეკრულებას გერმანიის ელჩსა და მამუკა ხაზარაძეს შორის. თქვი და გავიმეორებ კიდე ერთხელ. იმ მომენტში, როდესაც ელჩი ფიშერი გერმანიის სახელით დებდა ხელშეკრულებას მამუკა ხაზარაძესთან 2022 წლის შემოდგომაზე, მამუკა ხაზარაძე იყო უკვე მსჯავრდებული თაღლითობაზე და მას ჰქონდა უკვე პარლამენტის მანდატი დახეული და დატოვებული. ანუ ეს იყო თაღლითი რადიკალი პოლიტიკოსი. ყველანაირი განსაზღვრებით ამ ადამიანთან ხელშეკრულების დადებისგან თავი უნდა შეეკავებინა ელჩს. ეს არის საერთაშორისო სტანდარტი მათ შორის. არსებობს ეგრეთ წოდებული ტერმინი პოლიტიკაში ჩართული პირებისა, რომლის მიმართაც არის განსაკუთრებული ყურადღება ხელშეკრულების დადების დროს. მე პირადად გერმანიის მთავრობის პროგრამაში მუშაობდი წლების განმავლობაში, ჩვენ თავდაპირველად შეზღუდული ქონდა პოლიტიკურად აქტიურ პირებთან ხელშეკრულების დადება, ჩვენ საერთოდ აკრძალული ქონდა ხელშეკრულების დადება, ვინაიდან ამ დროს არსებობს რისკები კორუფციული, ფულის გათეთრების, ქონების წარმომავლობის და ასე შემდეგ, რისი გადამოწმებაც არის საჭირო და მხოლოდ აი ამ ძალიან სკულპტუროზული გადამოწმების შემდეგ უნდა შედიოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში. ჩვენ ვხედავთ ახლა რომ ან ეს განზრახ გააკეთა ელჩმა, იცოდა რა არასანდო ადამიანთან დებდა ხელშეკრულებას, ან იმდენად დაუდევარი არის რომ თავისი დაუდევრობით გერმანიის სახელმწიფო გახვია ამ გადასახადების დამალვის სკანდალში ამ ხელშეკრულებით, რომელიც არის. გარდა ამისა, დღეს გაირკვა ასევე, რომ ქონების დეკლარაციაში საჯარო მოხელეების თუ თანამდებობის პირთა ქონების დეკლარაცია, რომელიც ხაზარაძემ ახლა იანვარში შეავსო, მას არ აქვს მითითებული შემოსავალი ამ გაქირავებული ქონებისგან, არ აქვს მითითებული არც ხელშეკრულება, ანუ ესეც აჩვენებს კიდე ერთ ტყუილს, რომელიც მან ჩაიდინა. ასე რომ ახლა კითხვა გერმანიის ელჩის მიმართ არის. თავის დროზე ის დაუდევრად მოიქცა და რადიკალ თაღლით ოპოზიციო პოლიტიკოსთან დადო ქირავნობის ხელშეკრულება. და ამითი გერმანიის სახელმწიფო გახვია აი ამ სკანდალში გადასახადების დამალვისა. კითხვა მარტივია, რას აპირებს ახლა? აპირებს რომ გააგრძელოს სახელშეკრულებო ურთიერთობა საერთაშორისო დაღიარებულ თაღლითთან და ექსტრემის პოლიტიკოსთან. ამას აპირებს ახლა გერმანიის ელჩი და შემდეგ აი ამ გადაწყვეტილებით აპირებს რომ ქართულ ხალხს რაიმე მორალური პედესტალი უნდა გვესაუბროს. ამიტომ რა თქმა უნდა ამასაც შევხედავთ ჩვენ იმისთვის რომ ჩვენი დასკვნები გამოვიტანოთ კიდე ერთხელ რასთან გვაქვს საქმე, როდესაც ყველა ან არა თუ რაღაც კარგი ანაკლიის დაჯერება არ უნდა და 17 მილიონის გაქრობის დაჯერება არ უნდა და გერმანიის ელჩი. აი თვითონ ხო დადო ხელშეკრულება. აი მის ხელშეკრულებაში ვიზეც ხო მოიტყუა ხაზარაძემ და გადასახადები დამალა, ხომ? აპირებს ახლა რომ აი ეს ხაზარაძის ეს თაღლითობა, რომელსაც ის მიყვებოდა ამ ქირავნობის ხელშეკრულებით, არ იხდიდა გადასახადებს, ხელშეკრულება დამალა დეკლარაციაში და შემოსავალი დამალა თანამდებობის პირთა დეკლარაციაში. სამ ადგილას მოიტყუა მამუკა ხაზარაძემ აი ამ გერმანიის ელჩთან დადებული ხელშეკრულებით. საკითხი მარტივია, აპირებს გერმანიის ელჩი რომ ამ თაღლითთან ურთიერთობა გააგრძელოს. ამბობს რომ ეს არის გაუგებრობა. ამ შემთხვევაში თქვენ როგორ ვფიქრობთ, ეს არის გაუგებრობა თუ ეს იყო თვითმიზანი და ანუ ეს არც ხა მას არ ვიცი რა გონია, ხალხის სულელი გონია თუ როგორ არ ვიცი როგორ არის, მაგრამ ეს რაღაც ჟონგლირობა ტერმინებით რომ წყაროსთან დაბეგვა არ დაბეგვის საკითხი ხო გუში რაც დაწერა და ამაზე იყო ჩემი პასუხიც. მარტივი საკითხია ხომ წყაროსთან დაბეგვა არ დადგა, ყველა თქვენ ხარ დასაქმებულები, ეს ეხება როცა დასაქმებული ადამიანი და მისი დამსაქმებელი იხდის საშემოსავლო გადასახადს. ყველა სხვა შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადს ადამიანი იხდის თავად. ეხლა რა უნდა დაგვაჯეროს ბანკის, რომელსაც ნახევარ საქართველოს მისი ვალი ქონდა და ამ სესხების ამოღების იყო და ერთი დღე არ აპატიებდა რომ გადაეცილებინა ვინმე სესხი, ამ ადამიანმა არც საშემოსავლო გადასახადი რომ მისი გადასახდელი იყო. ნუ არის აბსოლუტური ან მართლა ფიქრობს რომ სულელები არიან ქართველები, რახან აი ამ სისულელეს საუბრობს. კიდევ ერთხელ ფაქტი მარტივი არის, კიდევ ერთი თაღლითობა მამუკა ხაზარაძის გამოაშკარავდა, სამ ადგილას მოიტყუა საგადასახადო
შემოსავლების სამსახურს მოატყუა, როდესაც არაცნობა რომ აქვს შემოსავალი, რომლის განცნობა საშემოსავლო გადასახადი გადაიხადოს, მოატყუა ანტიკორუფციულ ბიუროს, როდესაც თანამდებობის პირის ქონების დეკლარაციაში არ ჩაწერა, რომ აქვს ხელშეკრულება დადებული, რომელიც 10,000 ლარზე მეტი ღირებულების არის და იცით რომ $100,000 ხელშეკრულება იყო, როგორც ხვდები და მესამე რომ არ მიუთითა დეკლარაციაში და კიდევ ერთხელ მოატყუა ანტიკორუფციული ბიურო, რომ ქონდა შემოსავალი ქირის სახით ამ ხელშეკრულებიდან. სამჯერ მოიტყუა ადამიანი ამ ხელშეკრულებით და უბრალოდ დადასტურა კიდევ ერთხელ მისი თაღლითობა და კიდევ ერთხელ კითხვა მარტივია. რას აპირებს გერმანიის ელჩი და გერმანიის სახელმწიფო, რომ თაღლითთან დადებული ხელშეკრულება გააგრძელონ და ასე ჩვეულებრივად უნდა მიიღონ და საქართველოს სახელმწიფომ რომ მიიღო ზიანი ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ამან ასე უნდა ჩაიგოს. თქვენ პირდაპირ ეთერში მოისმინეთ შალვა პაპუაშვილის განცხადება.